ჩემთვის არის ძალადობა, ნებისმიერ რამე არის ძალადობა, როდესაც შენ ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანისთვის არაფერი არ დაუშავებია, რაღაც ტიპის რეპრესიის ქვეშ ამყოფებ. გასაგებია, რომ მიშას უფრო უყვარდა ძალადობა. ბიზინა უფრო კეთილი კაცია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ხალხის წვალებას რო შეხედა, რო გამოვიდნენ და რო თქვენ 2500 ბარი გადავიჭირეთო. და ხო ყველას ესმის, რომ საქართველოსთან ქვეყანაში არანაირი 2500 ბარი არ არსებობს. ჩვეულებრივად, რავია, ჩვენ ადამიანი, რომელიც მეგობარს ჯოინტი გადააწოდა, რავი, რეპრესიების ქვეშ მოყვა. და საგიჟეთი გვაქვს მოწყობილი ქვეყანაში. კი ბატონო, მიშას დროს ციხეებშიც უმატებდნენ ზედ ცემას. მაგრამ ახლა კარგი უკეთესი კამერა გაქვს. ადამიანი რო გამოკეტე რაღაც ოთახში, რომელსაც სხვა ადამიანი ერთი მომჭივანი არ ყავს. და ასეთი ადამიანი მე პრემიერს ვკითხე, როცა პარლამენტში ვიყავით. რამდენი არის პატიმარი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე, რამდენი უნდა იყოს მეთქი. მაშინ გით ახლა მეტი ყავს პატიმრები. გითხრა რომ 10000-ზე მეტი ყავსო და 5000-მდე უნდა ყავდესო. პრემიერის ნათქვამი პარლამენტში საჯაროდ ნათქვამი. მერე მოიმატა კიდე რაოდენობა. აი პრემიერისვე ნათქვამით, ბატონი კობახიძისვე ნათქვამით. 5000 კაცი ხოთ ყველა გვიზის ციხეში. ხო და აი მე ეს მგონია ზუსტად იმის გაგრძელება, ოღონდ უფრო მობიერი ფორმებით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს და მაშინაც ეს ხდებოდა სამწუხაროდ საზოგადოების უმრავლესობის შეკვეთით. მაშინაც არსებობდა ადამიანები ქვეყანაში, რომელიც სააკაშვილს ეუბნებოდა, მიდი დაცხე მაგათო. და დღესაც სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას ეუბნებიან, მიდი დაცხე მაგათო და მე კიდე მინდა რომ ამ საზოგადოებას, აი ქრისტიანობა აქ არის საჭირო ჩემი აზრით. და ეს არის მათ შორის პრობლემა, რომ ჩვენ დიდი ხანი ბოლშევიზმის პერიოდში ვიცხოვრეთ. თორე ქრისტიანულ საზოგადოებაში ეს ძალიან რთული ამბავი იქნებოდა, რომ მოდი ხალხო იქნება დავფიქრდეთ. რომ ნუ ვაწამებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ადამიანისთვის არაფერი დაუშავებიათ. ეს არის მთავარი ქრისტიანული ფაბულა და ამას ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლებები როგორც წესი.